Საკლავ საქართველოს ქუთაისში დავით აღმაშენებლის აეროპორტს ახალი რეისი ვილნიუსის მიმართულებით დაემატა. Როგორც სიახლე მედიას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გააცნო, დიმიტრი ხუმსიშვილის თქმით 2015 წლამდე ევროპის მიმართულებით კიდევ რამდენიმე რეისი განხორციელდება. მინისტრის მოადგილემ 2012 წელს დაუსრულებელი აეროპორტის გახსნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე თითქმის ყველა სერვისი ამოქმედებულია. ეს რომელიც დღეს შესრულდა პირველად ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი რომ ევროპის გეოგრაფიული ცენტრი არის სადაც ხდება ფრენების განხორციელება და მეორე მნიშვნელოვანია რომ პარასკევი და ორშაბათი იქნა შერჩეული ანუ როგორც საქმიანი ვიზიტისთვის ასევე ვიკენდისთვის არის ძალიან ხელსაყრელი როგორც ტურისტისთვის ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის ქუთაისის აეროპორტიდან დღეს უკვე პირდაპირ რეისები სრულდება 9 მიმართულებით და დაემატება 3 მიმართულებით წლის ბოლომდე აქვე მინდა აღნიშნო 2013 წლის მანძილზე ყველა ეს სერვისი რომელიც არის საჭირო მგზავრთა მომსახურებისათვის შეიქმნა 2012 წლის მანძილზე ჯერ კიდევ 15 მილიონი გამოიყო დამატებით სარეზერვო ფონდიდან იმისათვის რომ კრედიტორული დავალიანებები გასტუმრებულიყო ხოლო 2013 წელს დამატებით 5 მილიონი იმისათვის რომ ის დამატებით ინფრასტრუქტურა განვითარებულიყო რომელიც არის საჭირო აეროპორტის განსავითარებლად